ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს ელოდებიან დღეს პარლამენტში ალექსანდრე ხეთაგურსა და გოგა ხაჩიძეს, მათთვის საინტერესო კითხვები დეპუტატებმა უკვე გადაუგზავნეს. ცნობილია, რომ საუბარი ზამთრისთვის მზადებას შეეხება. განხილული იქნება გამრეცხველიანებისა და მოსახლეობის შეშით მომარაგების საკითხები. სამთავრობო საათის ფორმატში მინისტრები საკანონმდებლო ორგანოში მისვლას 4 საათისთვის აპირებენ. კოლექტიური გამრეცხველიანობის პრობლემა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ხელისუფლებისთვისაც და ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს ძალიან დეტალური პასუხები, რატო ვერ აგვარებენ ამ პრობლემას და რატომ არ იზიარებენ იმ წინადადებს, რომელთაც მათ ჩვენ თავაზობთ. რაც შეეხება გარემოს დაცვას, ბევრი პრობლემატური საკითხია, თუნდაც თბილისში არსებული ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებული ვითარება. გამომდინარე ამ დაპირებებიდან, იგივე ეხება გამხოლოებას, გაზით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის, იგივე ელექტრომრიცხველების დაყენებას, იგივე სხვა პრობლემებს გამომდინარე აქედან იქნება შესაბამისი კითხვები დასმული, რამდენად სწრაფად მიმდინარეობს ამ პროექტების შესრულება, რა ხარვეზებია. მოვისმენთ ენერგეტიკის მინისტრისგან თუ რამდენად მზად ხდება ქვეყანა ზამთარს, ანუ 24 საათიანი თქო გაზით და დენით მომარაგება რამდენად უზრუნველყოფილი იქნება ქვეყანაში და მნიშვნელოვანი კითხვები იქნება ასევე გარემოს დაცვის მინისტრთანაც, იგივე შეშით მოსახლეობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ნაპირსამაგრის სამუშაოები წელს დაახლოებით 59 ობიექტზე განხორციელდა და უკვე დასრულდა, მიმდინარეობს კიდევ სხვადასხვა რეგიონებში. ეს სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება.